დურმიშხან ღვაჩლიანი ჯემალ შონიას თბილისში დილადრიანად დაადგა თავზე და მეგობარს თავისი განზრახვა გაანდო. შონიას ღვაჩლიანის იდეა მოეწონა და მისი სისრულეში მოყვანის დაგეგმა ითავა. თავდაპირველად რამი გიორხელიძის შვილის, იოსებ გიორხელიძის თბილისის მისამართი იყო დასადგენა. ამ საქმეს ადვილად გაართვეს თავი. საჯარო რეესტრის ვებგვერდზე იოლად მიაგნეს გიორხელიძეების თბილისის სახლს. თელ სახლში ერთადერთი ის არის რომ გარებთან საპოსტო ყუთი არის, იქ აწერია გვარი. შავი ყუთი ისეთი საპოსტო და იქ იწერა ი გიორხელიძე, ანუ იოსებ გიორხელიძე. მე ვნახე რა მანქანისას მოძრაობდა და ვინახე სახლიდან როგორ გამოდიოდა, ჯდებოდა მანქანაში, მიდიოდა. რო გავიდა სახლიდან და უშუთხო წავიდა, ან სასწავლებელში და მე არ მიყვებოდი, პროსტა ავიდი სახლში და ვაკაკუნე რა. თუ ვინმე გამიღებდა კარებს ან ქალი იქნება. ვინაიდან საქმე მეტად სერიოზული გახლდათ, მეგობრებმა გადაწყვიტეს კიდევ ერთი ადამიანი ჩაერთოთ ჯგუფში. ცოტა ხნის გაზრდის შემდეგ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ამ საქმეში ყველაზე კარგი კანდიდატურა მათი ახლობელი, გიორგი ქალდანი იქნებოდა. დაუკავშირდნენ მას და მოიწვიეს სალაპარაკოდ. შონიამ და ღვაჩლიანმა აუხსნეს სიტუაცია და გააცნეს თავიანთი გეგმა. აგრეთვე თუ რა როლი ენიჭებოდა ამ საქმეში. გიორგი ქალდანი უყოყმანოდ დათანხმდა. გამტაცებლები თავიანთი გეგმის მეორე ეტაპის განხორციელებას შეუდგნენ. ეხლა საჭირო იყო მოეძებნათ ადგილი, სადაც გატაცებულს დამალავდნენ. მათი აზრით, სახლი, რომელშიც მძევალი იქნებოდა, ისეთ ადგილზე უნდა ყოფილიყო, სადაც გარეშე თვალი ვერ შეამჩნევდა. პატრონსაც კი არ უნდა სცოდნოდა რა ხდებოდა მის სახლში. მანქანა ოპელი გამოჩნდა და ერთ-ერთი სახლის წინ გაჩერდა. მანქანიდან დურმიშხან ღვაჩლიანი გადმოვიდა და აგარაკის ჭიშკარში შევიდა. ქალბატონები მოყავს თქვა და პროსტა ახლა ისეთი ქალბატონები არიან, რომ სხვისი ნახვა არ უნდა თქვა რა, რცხვენიათ თქვა. ცოტა ისინი არ არიან თქვა პოტანკები იტოქში რა. რაღაც მაგაცია რა დაპარას. ამ პრინციპით იმოქმედეს გამტაცებლებმა. ჯემალ შონიამ ფოტო მომსახურების სალონში გადაიღო. ამის შემდეგ მეგობრებმა შონიას სურათი ქაღალდზე დააწებეს, ზედხელით პირველივე მოფიქრებული სახელი და გვარი დააწერეს, ჩასვეს სპეციალურ გულზე ჩამოსაკიდებელ ჩარჩოში და ეგრეთ წოდებული ბეიჯიკი მზად იყო. უფრო მეტიც, ოფიციალური სახის მისაღებად საკანცელარიო მაღაზიაში საქაღალდეც კი შეიძინეს. დადგა მოქმედების დრო. იოსებ გიორხელიძეს ეჭვიც კი არ შეპარვია, რომ მის წინ მდგარი პიროვნება მერიის წარმომადგენელი არ იყო. სახლში შემოუშვა და თვითონ თავისი საქმე გააგრძელა. შონიამ, როდესაც დარწმუნდა, რომ მსხვერპლის სახლში მარტო იყო, იარაღი ამოიღო და გიორხელიძეს კეფაზე დაადო. შემდეგ სამზარეულოდან მეორე ოთახში გადაიყვანა, ხელები შეუგრა, დივანზე დააწვინა და თავის თანამზრახველებს სახლის კარები გაუღო. სახლში კიდევ ორნი შევიდნენ, დურმიშხან ღვაჩლიანი და გიორგი ქალდანი. ოთახში, სადაც შონია და მძევალი იმყოფებოდნენ, მათ პიანინოს თავზე ფული გიორხელიძის. შონიამ ქალდანს დაავალა იოსებ გიორხელიძის მანქანა სადარბაზოსთან მიეყენებინა. ძრავა არ გამოერთო და თუ გარეთ საეჭოს ვერაფერ შენიშნავდა, მათთვის ნიშანი მიეცა. რო შევიკითხე, რომ მამაშენიც აქვს საშუალება ფული რო გადაიხადოს და კიო ფული აქვსო მითხრა და მეტი 300-ას გადაიხდის, მეტი საჭირო თუ იქნება, უფრო მეცაც გადაიხდის. მასე მითხრა. ეგ არის რა. ქალდანმა მანქანის ხმოვანი სიგნალი მისცა, რითაც თანამზრახველებს ანიშნა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო.
ღვაწლიანმა და შონიამ გიორხელიძეს სადარბაზოდან გამოიყვანეს, გვერდზე იარაღი მიაბჯინეს და ხელმკლავით დაბლა ჩაიყვანეს. მანქანაში ჩასვეს, უკანა სავარძელზე დააწვინეს და წავიდნენ. გამტაცებლებმა გიორხელიძე მანქანიდან გადმოიყვანეს. კითხეს მამამისის მობილურის ტელეფონის ნომერი. თვითონვე აუკრეფეს მისივე ტელეფონზე. მიაწოდეს და უთხრეს, რომ მამამის დალაპარაკებოდა. იოსებ გიორხელიძემ რამდენიმე სიტყვის თქმა მოასწრო, როდესაც შონიამ მას ტელეფონი გამოართვა და თვითონ გააგრძელა გატაცებულის მამასთან საუბარი. როდესაც გამტაცებლებმა ძევალი წაიყვანეს, შონია ჩაჯდა გიორხელიძის მანქანაში, რომელიც გადაიყვანა სანზონაში, წინასწარ შერჩეულ ადგილზე და ერთ-ერთი კორპუსის ეზოში დააყენა. მანქანის გასაღები, რომელიც ცხვირსახოცით კარგად გაწმინდა, რათა თითების სანაბეჭდი არ დარჩენილიყო, სავარძელზე დატოვა. ამის შემდეგ ჯემალ შონია გადაჯდა თავის მანქანაში და გაემართა მუხრანის ქუჩაზე, საიდანაც იოსებ გიორხელიძის ტელეფონიდან მამამის რამინ გიორხელიძეს დაურეკა. რამინ გიორხელიძესთან ლაპარაკის შემდეგ ჯემალ შონია მუხრანის ქუჩაზე ზევით ტყის მასივში შევიდა. იოსებ გიორხელიძის ტელეფონიც ისევე, როგორც მანქანის გასაღები, ცხვირსახოცით კარგად გაწმინდა, რათა ზე თითების კვალი არ დარჩენილიყო და დადო ისეთ ადგილას, რომლის თვალთვალსაც შორიდან შეძლებდა. ჩაჯდა თავის მანქანაში და არმაზის მიმართულებით გაემართა. ახლა ის 2 საათიანი არ გააბა, აჰა. ალო, მა. Далее. ნუ ნებო, კარგად ვარ. ყველაფერი მაგარი. მამი საჭმელი, სასმელი, ხო კარგად მასმევენ, მაჭმევენ ყველაფერი კარგად სიფოში ვარ, არ ინერვიო. იეთ ხვალ ფული და ზეგ შევხვდებით ერთმანეთს. და ყველაფერი კარგად იქნება. კაი შვილო, კაი შვილო. არ ინერვიო და იყო ავტო გასამართ სადგურთან და რომლის მძღოლიც ლაპარაკობდა მობილურ ტელეფონზე.